მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ შემოვა ჩემს ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობისთვის. დღეს განვიხილავთ მომავალ პარტნიორს. თქვენს წინაშე არის სამი პოზიცია, ირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს ვიდეო გააჩერეთ და მზად რომ იქნებით განაგრძეთ ყურება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყურეთ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს ინფორმაციის რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, თუ როდის განვათავზე ის საიტზე. პირადი კონსულტაციისთვის ან ტაროს შესწავლისთვის შეგიძლიათ მესენჯერში დამეკონტაქტოთ. Facebook-ის ლინკი არის მოთავსებული კომენტარების ველშიც და ვიდეოს აღწერაშიც. ჩვენ კი დავიწყოთ უკვე ნელ-ნელა პირველი პოზიციის განხილვა. მოგესალმებით პირველებო. და ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო. ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობისთვის? თუ დღეს ახლა ვიდეოს ყურების დროს თქვენ ხართ ურთიერთობაში, გაქვთ პარტნიორი, უბრალოდ მასთან გაქვთ კრიზისი, გაქვთ კონფლიქტები, გაქვთ რაღაც საკითხებზე სხვადასხვა აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთობა დაძაბული არის, კონტაქტი რთული არის მასთან, მაგრამ მაინც ურთიერთობაში ითვლებით, არის თქვენ ცხოვრებაში არსებობს პარტნიორი, ეს ადამიანი თქვენთან რჩება. ურთიერთობის პერსპექტივები ისევ დღევანდელ პარტნიორთან გვიჩვენა, როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს ახლა თქვენთან. კონფლიქტის გადალახვა. ესეთი ინფორმაცია მოგვცა დღეს ტარომ, რომ დღევანდელ ვითარებაში, ვისთანაც გაქვთ გამუდმებით დავა, კონფლიქტები, ურთიერთგაუგებრობა, ეს პიროვნება ისევ რჩება თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე, რომელთანაც დიდი ხანია საერთო ენა ვეღარ გამოგინახიათ, მაგრამ აქ მოდის ინფორმაცია, რომ თქვენ მოგეცემათ ამის საშუალება, რომ რაღაც მომენტში ისევ აღადგინოთ რომანტიული, ჰარმონიული ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს თქვენი დღევანდელი მეუღლე ან პარტნიორი. მაგრამ თუ ახლა ამ წუთას არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ, აქ შეიძლება იყოს თქვენი მომავალი პარტნიორი, ვისთანაც ურთიერთობაში შეხვალთ და შემოგთავაზებთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს სტაბილურ ურთიერთობას, თქვენი ურთიერთობის საწყისი იყოს კონფლიქტური. შეიძლება სამსახურში იყოს ეს ადამიანი კოლეგა, ან სადმე მოგიწიოთ წასვლა. შეიძლება ბანკში ან იურიდიული თემა გაქვთ მოსაგვარებელი, ან ნებისმიერი რაღაც ისეთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიცნოთ ეს ადამიანი და ცოტათი არასასიამოვნო ვითარებაში შეხვდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ რაღაც კონფლიქტით დაწყებული ურთიერთობა არის, მაგრამ შემდგომ უკვე მასთან კომუნიკაციაში რომ შეხვალთ, აზრს შეიცვლით. მიხვდებით, რომ არ არის ისეთი ადამიანი, როგორც შეიძლება მან პირველად შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში, ახლა თუ ფიქრობთ, რომ პიროვნებას გაშორდებით, ან განქორწინება იქნება, ან ყველაფერი მთავრდება, ისტორია, სიყვარულის ისტორია დასასრულისკენ მიდის, ესე არ არის და ისევ ის დღევანდელი პარტნიორი იქნება. თქვენი სტაბილური ადამიანი დაჯაჯობით სიახლეები არ იქნება, ისევ იმ ადამიანთან გელით ურთიერთობის გაგრძელება და სიყვარულის გადარჩენა, ურთიერთობის გამოსწორების შანსი. აქ მოდის კიდევ ესეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება ამ პიროვნებასთან ერთად მოგიწიოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. დღეს ახლა რომელ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც დღეს გაქვთ მუდმივი საცხოვრებელი, აქ ამ პარტნიორთან ურთიერთობის გამოსწორების თუ დაწყების შემდეგ
მოდის ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ქალაქს, საცხოვრებელ ადგილს იცვლით. დღევანდელ სამყოფელს, სადაც თქვენი სახლი არის, სადაც ცხოვრობთ, იცვლით და გადადიხართ მასთან ერთად სხვა ქალაქში, ან შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში სხვა ქვეყანაში გამგზავრებაც იყოს მინიშნება. თუ დღეს ურთიერთობაში არ ხართ, აქ თქვენი ნაცნობობა შეიძლება შედგეს საბუთებთან დაკავშირებით საკითხებზე. ან შესაძლოა მოგზაურობის დროსაც გაიცნოთ ეს ახალი პიროვნება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობისთვის შემოვა და ცოტათი გაუგებრობით და კონფლიქტით დაიწყება ეს ნაცნობობა, მაგრამ შემდგომ ყველაფერი გაირკვევა და რა თქმა უნდა უკვე ეს პიროვნება ინიციატივიანიც იქნება და შეიძლება პირველივე კვირას სადმე დაგპატიჟოთ. პირდაპირ ესეთ კომუნიკაციაზე, ცოცხალ აქტიურ კომუნიკაციაზე გადმოვედეთ, როცა მანძილზე ძალიან გამყარდება თქვენი კავშირი. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციაზე, მოგესალმებით მეორეებო. დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობისთვის. როგორი მშვენიერი არკანი გვაქვს, აქ არის ძალიან თბილი პიროვნება ხასიათით, ძალიან ყურადღებიანი, უსამოდ თბილი, პოზიტიური, ენერგიული, მას აქვს დიდი რესურსი ცხოვრებაში, მას ყავს დიდი ოჯახი, ბევრი და-ძმა შეიძლება ყავდეს, ბევრი ნათესავები, მუდმივი კონტაქტი აქვს თავის ახლობელ ნათესავებთან. შეიძლება მათი მეშვეობითაც გაიცნოთ, ან უკვე იცნობთ ამ ადამიანს ზოგიერთი თქვენთაგანი. კიდევ აქ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ მას სურს, რომ ყავდეს ბევრი შვილები. ძალიან მეოჯახე არის. ზრუნველი არის კიდევ რომ გამიმეორდა. და ზოგადად ეს კომუნიკაბელური პიროვნება არის, ყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მეგობარი და გამუდმებით ხალხში ტრიალებს. შეიძლება მისი საქმიანობაც ხალხმრავლობას უკავშირდებოდეს. თუმცა მას ეყვარება თქვენთან განცალკევება და თქვენთან ხალხმრავალ ადგილებში დროის გატარება დიდად შეიძლება არ უყვარდეს, არ ეყვარება. უბრალოდ თქვენთან განცალკევებით შეხვედრები მოეწონება, შეიძლება თავიდან ცოტათი თქვენი ურთიერთობა ფარულ ეტაპში დაიწყოს, ფარული სახე მისცეთ, თავიდანვე არ გაამჟღავნოთ, რომ ერთმანეთი მოგეწონათ ან შეგიყვარდათ და შემდგომ უკვე ნელ-ნელა სანამ სერიოზულ ნაბიჯებამდე არ მიხვალთ, არ გაასაჯაროთ ურთიერთობა, ესეც მოდის ეს ინფორმაციაც. საკმაოდ ისე ზოგადად ძალიან ენერგიული და აქტიური პიროვნება არის, შეიძლება რაიმე სპორტითაც იყოს დაკავებული, ან ვარჯიშით. აქ მოდის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გახდება თქვენი მესაიდუმლე. ეს პიროვნება იქნება თქვენთვის დაქალიც, მეგობარიც, ყველაზე ახლო ადამიანი გახდება თქვენი მეორე ნახევარი, აბსოლუტურად ძალიან კარგად გაუგებთ ემოციურად. ერთმანეთს ძალიან ემპათიური პიროვნება არის, მას შეუძლია რომ თქვენს მდგომარეობაში ადვილად შემოვიდეს, კარგად გაგიგებთ. მე ვფიქრობ, თქვენი შეხვედრა და ერთმანეთთან რაღაც ნაპერწკალის შეგრძნება ერთი იქნება. ერთმანეთს რომ შეხედავთ, უკვე მიხვდებით, რომ პოტენციური მომავალი პარტნიორი გაიცანით. ერთი ნახვით მიხვდებით და შეიგრძნობთ ამას. კი, აქ თავიდან მოდის ფარული ურთიერთობა, თავიდან იქნება ცოტათი
ხოლო თქვენ ორს გეცოდინებათ რა ხდება თქვენ შორის, ესე ჩათვლით ორივე საჭიროდ, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ რაიმე ტოქსიკურ ფაზაში გადახვალთ ამის გამო, ან პრობლემები გექნებათ, პირიქით რაღაცნაირად ამით უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. და ამ პიროვნებასთან შეიძლება ამ პიროვნების ზეგავლენით თქვენს რაღაც ფიზიკურ აქტივობაში ჩაებათ. ან ერთად გადაწყვეტოთ რაღაც ფიზიკურ აქტივობაზე სიარული, ან რაღაც ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიწყოთ ერთად. საკმაოდ თანაც მომხიბვლელი არის, საკმაოდ გამორჩეული გარეგნობა აქვს, შეიძლება ეს პიროვნება ატარებდეს ოდნავ გრძელ თმას. ესეც შეიძლება მიმანიშნებელი იყოს თქვენთვის. უფრო სპორტული აღნაგობის პიროვნება მოდის საშუალოზე მაღალი და ოდნავ გრძელი თმით. ისთვისაც რა თქმა უნდა ეს მიმანიშნებელი ფაქტორი მნიშვნელოვანი არის, საჯარო გაშლა არის და შეიძლება ყველაზე რა თქმა უნდა არ რეზონირდეს, უბრალოდ რახან ინფორმაციულად მაჩვენეთ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს. ფიზიკურად ძალიან ისეთი შეთავსებული წყვილი იქნებით, ძალიან მოუხდებით ერთმანეთს, საკმაოდ ისეთი, რომ უცხო თვალში იქნებით ძალიან ლამაზი წყვილი. ძალიან ისეთი დახვეწილი, კარგი მანერებით შეიძლება გქონდეს ამ პიროვნებას და მაშინვე მიიპყროს თქვენი ყურადღება მისმა ხმამ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ამ მშვიდობებით შემომეორეება საკმაოდ პოზიტიური და ძალიან კარგი ენერგეტიკის პიროვნება შემოდის თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი უკვე იცნობთ ესეთ ადამიანს, ვინც აუღწარა. და ჩვენ გადავიდეთ მეორე, პროსპერტ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობისთვის. განვიხილავთ მომავალ პარტნიორს. აქ მოდის პირდაპირ თასების მეფე თქვენთან. შეიძლება უკვე იცნობთ ამ ადამიანს, ან ძალიან მალე გამოჩნდება უკვე თქვენ ცხოვრებაში. თითქოს უკვე ბევრი თქვენთაგან შემთხვევაში ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველივე არკანით ეს ადამიანი გამოჩნდა, აქედან გამომდინარე უკვე იცნობთ შეიძლება. აქ ზოდიაქოს ნიშანს ვიტყვი, ეს შეიძლება იყოს მოორიელი თევზები, კირჩხები. ეს პიროვნება შეიძლება იყოს ლექტორი, ან რაიმე ცოდნას ფლობდეს ისეც, რომ მას ყავს ქვეშევრდომები და მათ გადასცემს თავიანთ ცოდნას, ან რაღაც ისეთი პროექტები ჰქონდეს, სადაც მუდმივად რაღაც ლექციებს კითხულობს, ან გამუდმებით ისეთი დატვირთვა აქვს მის სამსახურს, რომ შეხვედრებს აორგანიზებს, ან რაღაც ესეთი აქტიური სამსახური აქვს, სადაც თავის ცოდნას გადასცემს დამსწრე აუდიტორიას. შეიძლება იყოს მასწავლებელი, ლექტორი, ან რაიმე სფეროში მას ესეთი დატვირთვა ჰქონდეს, რომ უწევდეს ხალხთან, ან გარკვეულ ჯგუფთან რაღაც ინფორმაციის გაცვლა. ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტარო. კიდევ შეიძლება აქ იყოს ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ მარტო ხელა დედა და ეს მამაკაციც, ამ მამაკაცაც ყავდეს შვილები სხვა ქორწინებიდან, პირველი ქორწინებიდან და მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენ თუ ახლა ხართ მშობელი, ხართ დედა, ეს პიროვნებაც არის მშობელი, ანუ ორივეს გეყოლებათ პირველი ქორწინებიდან შვილები. ეს ინფორმაციაც მოდის თქვენს პოზიციაზე. ორივე თქვენთაგანს გიყვართ ბავშვებთან კომუნიკაცია. ორივე თქვენთაგანს გამოცდილება გაქვთ ბავშვებთან ურთიერთობის და მათზე ზრუნვის. ან ვალდებულებები გაქვთ. ეს არის დამაკავშირებელი ფაქტორი თქვენი. ორივე მუშაობთ, ორივე ხართ მშობლები.
აქ შეიძლება იყოს კიდევ ისეთი მიმანიშნებელი ფაქტორი, რომ ამ პიროვნებას ადრე იცნობდით, შემდგომ თქვენი ურთიერთობა გაჩერდა, ან კონტაქტი დაიკარგა თქვენ შორის და ახლა, როდესაც ორივე განქორწინდით, მოვიდა ის დრო, რომ ბედმა ისევ ერთმანეთს დაგაკავშირათ და ისევ აღდგა თქვენ შორის კავშირი. შეიძლება ეს პიროვნება იყოს იმ ქალაქიდან, ან იმ ასე ვთქვათ, რაიონიდან, სადაც ბავშვობა გაატარეთ, ან სადაც გაიზარდეთ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს ინფორმაციაც მნიშვნელოვანია, შეიძლება მას იცნობდეთ ბავშვობიდან, ან თქვენი კლასელიც კი იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი ინფორმაცია არის, რომ ვისაც რეზონირდება, მათ მიიღეთ თქვენზე. ან უბრალოდ ეს არის კანი გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ეს პიროვნება ძალიან ბევრ დროს ატარებს თავის შვილებთან და თქვენც ეს გიწევთ. თქვენც ასეთ რითმში ცხოვრობთ. მსგავსი ცხოვრების რუტინა გაქვთ. შეიძლება თქვენი გაცნობა ან თქვენი ურთიერთობის აღდგენა მოხდეს საერთო ნაცნობი მამაკაცის მეშვეობითაც, ვისთვისაც ეს აქტუალური არის. შეიძლება თქვენი ნათესავი მამაკაცის მეშვეობით ან თქვენი მეგობარი მამაკაცის მეშვეობით მოხდეს თქვენი ურთიერთობის დაწყება ან ხელშეწყობა. შეიძლება თავიდან რაღაც უბრალოდ მიმოწერებით დაიწყოთ ურთიერთობა, მაგრამ განვითარდეს ეს კავშირი და შემდგომ უკვე სტაბილურ ურთიერთობაში, სტაბილურ მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს თქვენი მიმოწერა. ამიტომ თავიდან თითქოს ცოტათი სხვანაირი შინაარსით იწყებთ ურთიერთობას, მაგრამ მერე უკვე რომანტიკულ ელფერს შეიძენს ეს ყველაფერი და გადავალთ უკვე სხვა ეტაპზე. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.